გამარჯობა. დღეს საშინელებათა ჟანრის კლასიკას განვიხილავთ. სტენლი კუბრიკის 1980 წლის ფილმი ნათება არის სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია. ერთი შეხედვით მოსაწყენი, არაფრით გამორჩეული ისტორია ტორენსების ოჯახზე იქცა კინოს ისტორიაში ყველაზე განხილვად და მრავალშრიან საშინელებათა ჟანრის ფილმად. უამრავი თეორიის, კონსპირაციისა თუ გონების თამაშების უშრეთ წყაროდ. ტორენსების ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახი ზამთრისთვის გადადის მთის სასტუმროში საცხოვრებლად და სამუშაოდ. სასტუმრო ბუნებრივი პირობების გამო რამდენიმე თვით იკეტება და აუცილებელია გარკვეული სამუშაოების რეგულარულად ჩატარება. სასტუმროს კონკრეტული ზონების განათება, გათბობის ქვაბის ჩართვა და სხვა მინიმალური სამუშაოები, რომ სასტუმრო არ დაზიანდეს ყინვისგან. ჯეკ ტორენსი არის სკოლის მასწავლებელი და მწერალი, რომელსაც სურს განმარტოება და წიგნის დასრულება. ვენდი და დენი კი მას ხელს უწყობენ და თანხმდებიან სრულ იზოლაციაში გაატარონ რამდენიმე თვე. დენის ასევე აქვს ზებუნებრივი ნიჭი, უნარი ხილობის სახით, რომელსაც ეწოდება ნათება. სასტუმროში უცნაური და აუხსნელი მოვლენების პარალელურად მთავარი გმირი ნელ-ნელა კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და ცდილობს ცოლის და შვილის მოკლას. თითქოს რა უნდა იყოს ამ სიუჟეტში ასეთი გამორჩეულად საშიში და მისტიკური, რომ ათწლეულების შემდეგაც არ არსებობდეს ერთგვაროვანი ზუსტი შეფასებები ფილმის გარშემო. Give me the bat, Marge. Give me the bat. Give me the bat. Come on. Give me the bat. Give me the bat. Scaredy cat. Yeah. ხელოვნების ისტორიკოსი, კულტურის მკვლევარი და მრავალი ბესტსელერის ავტორი ერნსტ გომბრიხი ამტკიცებდა, რომ ხელოვნებაში არ არსებობს ეგრეთ წოდებული უმანკო თვალი, ან რასაც ფიზიკა უწოდებს ობიექტური დამკვირვებელი. გომბრიხი ამბობდა, რომ ადამიანის თვალი არ არის მხოლოდ ფოტოაპარატი, რომელიც სამყაროს პასიურად აღბეჭდავს. ჩვენ ვერ ვხედავთ სამყაროს ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია, რადგან აღქმა ყოველთვის შერჩევითია. სტენლი კუბრიკი და მისი შემოქმედება კი ალბათ საუკეთესო მაგალითია ხელოვნებაში ეგრეთ წოდებული უმანკო თვალის არარსებობის დასამტკიცებლად. აქ მაყურებელი არ არის მხოლოდ დამკვირვებელი, ის კუბრიკის მითის თანაშემოქმედია. ხშირად ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ ერთგვარ კულტურულ კონსტრუქტზე, რომელიც ჩვენმა მენტალურმა განწყობამ შექმნა. დამკვირვებელი ნამუშევარს ყოველთვის უყურებს საკუთარი ცოდნის, მოლოდინების, კულტურული გამოცდილებისა და ტრადიციების ფილტრში. ხშირად ჩვენ ვხედავთ იმას, რის დანახვასაც ველოდებით, ან რაც უკვე ვიცით. რაც უფრო მდიდარია ნაწარმოები ცოდნით, სიმბოლიზმით და იდეებით, მით უფრო მეტ სივრცეს ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის. რაც შეეხება მის ავტორს, ამ შემთხვევაში დამკვირვებლის ქონება ითხოვს, რომ გენიოსი იყოს უცნაური, რთული და სასტიკიც კი. ამბები იმის შესახებ, რომ კუბრიკი 100-ან მეტჯერ იღებდა დუბლს სრულყოფილების მისაღწევად, ამ მოსაზრებას მხოლოდ ამყარებს. ნათებაში ეს ცნობილი კიბეების სცენა 127-ჯერ გადაიღეს. რაც ნიშნავს, რომ შელი დიუვალი დღეების მანძილზე რამდენიმე საათს ისტერიკულ ტირილსა და კანკალში ატარებდა, რასაც მოგვიანებით ისე იხსენებს, როგორც ყველაზე მძიმე გამოცდილებას გადასახებ მოედანზე. ამის საპირისპიროდ კი მსახიობები, რომლებიც მუშაობდნენ კუბრიკთან, აღწერენ მას როგორც შვიდ, მეგობრულ და იუმორით სავსე პიროვნებას, რომელიც ხშირად ეთამაშებოდა ჭადრაკს გუნდის წევრებს. You see tears, it will be tears of joy. Because I thank the Lord I was able to work with such beautiful people. I'll never forget this. ჰალორანის და დენის საკვანძო სცენაც რამდენიმე ათეულ დუბლს მოიცავს და საბოლოო ვერსიაც სხვადასხვა დუბლებისგან ამოჭრილი კადრებისგან შედგება. ადვილად შესამჩნევია დენის ნაყინით დასრული ტუჩების ცვლილება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში კუბრიკის პერფექციონიზმი, რაც უკვე ვახსენეთ, ის რომ კუბრიკი როგორც ნიჭიერი ფოტოგრაფი იდეალურ კადრს და შესრულებას ეძებდა. That he was a consummately gifted photographer professionally. He was also a consummately successful chess hustler. And if you think about that and combine the mind of a really complex chess player with the eye of a perfectionist photographer, you have Stanley. ასევე მისი მიდგომა, რომ მსახიობებმა ტექსტზე ფიქრში დრო არ უნდა დაკარგონ და პრაქტიკულად გუნდის მახსოვრობამდე დაიყვანონ საკუთარი როლი. ღამე რომ გაგაღვიძონ და უნდა გააგრძელო დაახლოებით ისე. მსახიობს კი როგორც თავად აღიარებს, ტექსტის დამახსოვრება უჭერდა. გარდა ამისა არსებობს თეორიაც, რომელიც კონკრეტულად ნათებას ეხება. თითქოს სტენლი კუბრიკი განზრახ იღებდა ძალიან დიდი რაოდენობის დუბლებს.
სადაც ინტერიერში ან დიზაინში მცირე ცვლილებებს აკეთებდა. მაგალითად, სკამი ჯეკის უკან ქრება, შემდეგ ისევ ჩნდება. სცენარა იცვლის ადგილს, ჩამრთვალები ქრება და სხვა ასეთი მრავალი. რათა შემდგომ სამონტაჟო ოთახში აერჩია ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული ვარიანტები მაყურებლის დეზორიენტაციისთვის და მისთვის სუბლიმინალური მესეჯების გასაგზავნად. ვიზუალური სტილი, სიმეტრია, ცენტრალური პერსპექტივა, ცივი და გათვლილი კადრები მაყურებელში ქმნის ილუზიას, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, რაც გვაიძულებს დავიჯეროთ, რომ არ არსებობს შემთხვევითობა. თუ კადრში სადმე მტვერია, ეს მტვერიც კუბრიკმა გამიზნულად დადო. ის დიდად არ სწყალობდა ჟურნალისტებს და თითქმის არასდროს აკეთებდა განმარტებებს საკუთარი ფილმების შესახებ. ამ იდუმალებაში კი მაყურებელმა ყველა კადრში დაიწყო შეთქმულების თეორიების, ფარული გზავნილებისა და კაბალისტური სიმბოლოების ძებნა. ასე ხდება ობიექტურობის დაკარგვა. თუმცა როგორც თავიდან დავიწყეთ, ობიექტური დამგურებელი ხელოვნებაში იმთავითვე არ არსებობს. ჩვენ ნებაყოფლობით შევდივართ ამ თამაშში, რადგან გვსურს, რომ ის იყოს ყოვლის მცოდნე რეჟისორი, რომელსაც იმ მნიშვნელობებსაც მივაწერთ, რაც მას საერთოდ არ ჰქონია მხედველობაში. ალბათ იმიტომ, რომ ის ადამიანის ფუნდამენტურ განცდებს და შიშებს ეხება და ჩვენ არ გვსურს პასუხებს მიღმა დავრჩეთ. ცოდნის ნაკლებობა კი ძალიან ხშირად იწვევს რელიგიურ ფანატიზმს. აღიარება და დაფასება არც კუბრიკს აკლია და არც ნათებას. მიუხედავად იმისა, რომ სტივენ კინგი ძალიან უკმაყოფილო იყო შედეგით და მუდმივად აკრიტიკებდა კუბრიკის ადაპტაციას. ამის საპასუხოდ მან თავად გადაიღო ბევრად კომიკური 1997 წლის მინი-სერიალი, სადაც მისი მოძრავი ბუჩქები ესხმიან თავს პერსონაჟებს. Oh no, I don't see that. No. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, მე კუბრიკს მივეცი ბომბები, რომელსაც ის სხეულით გადაეფარა. სამაგიეროდ კუბრიკმა თავად ჩაყარა ნაღმები თავის ფილმში. დროთა განმავლობაში სტივენ კინგიც დაჰყვა მაყურებელთა შეფასებას და დღეს ის ასეთი კრიტიკული აღარ არის. 80-იან წლებში კი რეჟისორს ნამდვილად არ ჰქონდა ამ მასშტაბის საყოველთაო აღიარება. ის უფრო ვიწრო წრის სინეფილების და ინტელექტუალური კინოს მოყვარულთა წრეში იყო პოპულარული. დღეს კუბრიკის შემოქმედების რეფერენსებს ბევრგან შეხვდებით. ნათება მათ შორის ჟანრის კლასიკა, თავისი ჰიპნოტური საკულტო ვიზუალებით, რომელსაც თუ სადმე შეხვდებით, თვალს ვეღარ აარიდებ. ხალიჩის ორნამენტებიდან დაწყებული, ტყუბების მოჩვენებით გაგრძელებული. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ალბათ მაინც მკვლელი მამის დევნაა თოვლიან ლაბირინთში. უამრავ თეორია შეხვდებით ფილმის გარშემო. ალბათ ყველა სიგიჟე შეიძლება დაგუგლო ფილმთან დაკავშირებით და რაღაც პარალელი მაინც იპოვა. როგორც თავიდან დავიწყეთ, მაყურებელი საკუთარი ცოდნის მიხედვით აღიქვამს ნაწარმოებს. ეს ფილმი კი ნამდვილად გულუხვია ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის. ამ ვიდეოში ბევრ მაგალითს მოვიყვან, რაც რეზონირებს ფილმის თუ წიგნის შინაარსთან, იდეურად თუ პირდაპირ გამეორების გზით. ცხადია, კონსპირაციულ თეორიებს მაინც შევეხებით, თუმცა ამ თამაშის სრულიად ჩატვირთვათ უგნებავთ, დაგიტოვებთ ლინკს, სადაც მეტნაკლებად ყველა კონსპირაციული თეორია არის განხილული საკმაოდ ცნობილ ფილმში ოთახი 227. კუბრიკის ღრუბლებში გამოსახვიდან დაწყებული მინოტავრის პოსტერით დამთავრებული. თუმცა მინოტავრზე მეც ვისაუბრებ. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი, ეს სასაცილოც იქნებოდა. ამიტომ აქ მოყვანილი ყველა თეორია თუ პარალელი ჩავთვალოთ მხოლოდ შესაძლებლობად. ასევე არანაკლებ სპეკულაციური, თუმცა ბევრად საინტერესოდ ჩემთვის ამ ფილმში და ზოგადად სტენლი კუბრიკის შემოქმედებაში არის ის ფსიქოლოგიური სიღრმე და გულწრფელი ადამიანური ინტერესი, რასაც რეჟისორი იჩენს ისტორიის, მოვლენების, ფაქტების და იდეების მიმართ. ის ქირურგიული სიზუსტით იკვლევს ადამიანის ფსიქიკას და ტვინს. ცივა და აუჩქარებლად და ეძებს იმ საკვანძო წერტილებს, რაც ადამიანის ქცევას განსაზღვრავს. ფილმში გამოყენებულია ვიზუალური და აუდიალური ხრიკები მაყურებელში დაძაბულობის, დეზორიენტაციის და გაურკვევლობის გამოსაწვევად. სარეკლამო ბიზნესიც სწორედ ამ სუბლიმინალურ მესიჯებზე აგებული, რომელიც ინფორმაციას ხშირად სწორედ ჩვენს ქვეცნობიერს უგზავნის. 25 კადრის მისტერია და სხვა ასეთი მრავალი. თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის 80-იანების ფილმი, სადაც მაყურებელი ფილმს ძირითადად მხოლოდ კინოთეატრში უყურებს და არ აქვს საშუალება ყველა კადრი გააჩეროს, მიაახლოვოს და გამოიკვლიოს. ამიტომ კუბრიკის ასეთი ზღვარგადასული მცდელობა დეტალებში დამალოს ეშმაკი უბრალოდ ამაო იქნებოდა, რომ არა ციფრული სამყაროს მაგია. ამიტომ ვაღიაროთ და პატივიცოთ უდაოდ გენიალური რეჟისორის ტალანტს და აწარმოებდა თუ არა ის სტრატეგიულ თამაშებს გადასაღებ მოედანზე, ინტერპრეტაციების სივრცეში დავტოვოთ. რაც შეეხება გონების თამაშებს. ცნობილია, რომ Silent Hill 2-ის შექმნაზე სხვადასხვა ფილმმა და ნაწარმოებმა იქონია გავლენა. დოსტოევსკიდან დაწყებული, დევიდ ლინჩის ფილმებით გაგრძელებული. ცნობისთვის სტენლი კუბრიკი ღიად აფიქსირებდა სიმპათიებს ლინჩის სადებიუტო ფილმის თავსაშლელას მიმართ, სადაც მთავარი გმირი ჯეკის მსგავსად ვარდება იზოლაციურ ფსიქოლოგიურ კრიზისში, რეალობისა და ილუზიის ზღვარზე.
ზოგადად ორივე რეჟისორს, ასევე სტივენ კინგსაც ახასიათებთ ინტერესი დანაშაულის ფსიქოლოგიური ასპექტების მიმართ, რომელთა რეალიზებაც ხშირად ლიმინალურ სიზმრისეულ სივრცეში ხდება. ლინჩის შემოქმედებიდან კიდევ ერთი ფილმი რეზონირებს როგორც ნათებასთან, ისე Silent Hill-ის სიუჟეტთან. თამაში მრავლად არის მინიშნებები კუბრიკის ფილმზე, წარწერები კედლებზე თუ ნიკოლსონის ნახევრად წაშლილი გამოსახულება. გარდა ამისა, თამაში ქმნის ორაზროვან, სიზმრისეულ, ერთის მხრივ ტელეპათიურ და არარეალურ კოშმარს, სადაც დარწმუნებული არ ხარ მოვლენების თუ პერსონაჟების რეალურობაში. მთავარი გმირი ჯეიმს სანდერლენდი საკუთარი ფსიქიკიდან ამოსულ მონსტრებს და ჰალუცინაციებს ებრძვის. სწორედ ამიტომ რეზონირებს ეს თამაში სწორედ სტენლი კუბრიკის ვერსიასთან. აქ პერსონაჟის შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსაზღვრავს თამაშის მსვლელობას. კინგის და კუბრიკის ვერსიები კი ონტოლოგიურად განსხვავდება ერთმანეთისგან. სტივენ კინგის ვერსიაში ნათება არის გარეძალა, რომელიც იმთავითო ბოროტია და საკუთარი მიზნის მისაღწევად იყენებს სასტუმროს ვიზიტორებს. ეს ძალა აერთიანებს კინგის უამრავ ნაწარმოებს სხვადასხვა ფორმით. ნათებაზე და სტივენ კინგის ხედვაზე უფრო დეტალურად ცალკე თავში ვისაუბრებ. ფილმში დენის ნათება, რომელიც მას ტონის სახით აფრთხილებს, ერთგვარი შინაგანი ქვეცნობიერი ხმა. დენის მეექვსე გრძნობა. ხოლო წიგნის ვერსიაში ის კლასიკური ჰორორის ჟანრის მოჩვენების მსგავსი პერსონაჟია, რაც სტივენ კინგმა საკუთარ სერიალშიც აჩვენა. ლაბირინთის ნაცვლად წიგნში ტერიომორფული ცხოველის ფორმის ბუჩქები არიან, რომლებიც თავს ესხმიან პერსონაჟებს. სტენლი კუბრიკის გადაწყვეტილება შეექმნა რეალური ლაბირინთი ისტორიას, ასევე აქცევს იმად, რასაც ტოლკინი უწოდებდა თხრობის მითოპოეტურ ენას. ეს არის თხრობის სტილი, რომელსაც ავტორები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები იყენებენ ახალი მითოლოგიის შესაქმნელად, ან ძველი არქეტიპული სიუჟეტების გასაცოცხლებლად. ჯეკ ტორენსის ისტორია არის მინოტავრისა და თეზევსის თანამედროვე კინო ალუზია. სადაც დენი იგივე თეზევსი არ იყენებს არიადნეს ძაბს, არამედ ცოდნას, საკუთარ გამოცდილებას და ეშმაკობას, რომელიც არღვევს სასტუმროში გამყარებულ ქცევით პატერნებს. გარდა ამისა, მინოტავრის ან მონსტრის გაცოცხლებით კუბრიკი მინიშნებას აკეთებს ბოროტების ან ცოდვის იმ ფორმაზე, რომელსაც სიხარბე ეწოდება. ყველაფერი კრეტაზე სწორედ მეფე მინოსის სიხარბით დაიწყო. მან პოსეიდონს სთხოვა ნიშანი მისი მეფობის ლეგიტიმაციის დასადასტურებლად. ამის შემდეგ ზღვიდან თეთრი ხარი ამოვიდა, რომელიც მინოს ღმერთებისთვის მსხვერპლად უნდა შეეწირა. მან ის რა თქმა უნდა არ გააკეთა. ლაბირინთი ადამიანის ჩახლართული ფსიქიკის სიმბოლოა, რომელიც კუბრიკმა იდეალურად გამოიყენა. ხოლო მინოტავრი ჩვენი ცხოველური, იმპულსური საწყისია. ისტორიის ცენტრში მისი მოთავსებით ჩვენ იძულებული ვართ ფსიქიკის ამ ნაწილს თვალებში ჩავხედოთ. თავად სტივენ კინგს ინსპირაცია ერთი სტანდარტული ოჯახური სიტუაციიდან გაუჩნდა, როდესაც მისმა შვილმა ძვირფას ხელნაწერებზე რაღაცები დაჭყაბნა. ფიქრი, რომ საკუთარი შვილიც კი შეიძლება გაიმეტო, თუნდაც წამიერად, რთულად მოსახელთებელია ცნობიერი გონებისთვის დასაკვირვებლად. ამიტომ მას ხშირად გადაისვრის ჩრდილში. Silent Hill-შიც მისტიკა, დაკარგული ადამიანები თუ ზოგადად მთავარი გმირის მიზანი აუხსნელი, ორაზროვანი და ტრანსცენდენტულია. ჩვენ არ ვიცით, რატომ არის ეს ქალაქი ასეთი, ვინ არიან ეს მონსტრები, პირამიდის თავიანი თუ ოთხფეხიანი არსებები. ეს ისეთივე მოცემულობაა, როგორც ნათებაში არსებული ზებუნებრივი მოვლენები, რომლის რაციონალურ კვლევასაც არ იწყებ. მხოლოდ აკვირდები მის სრულ მანიფესტაციას და მოვლენების განვითარებას. მონსტრები არიან ქვეცნობიერი შიშების, კომპლექსებისა და დანაშაულის გრძნობის ვიზუალიზაცია. კუბრიკს აღწერენ როგორც ათეისტს, ღრმად რაციონალურ პიროვნებას, რომელსაც არ სწამდა ზებუნებრივი ძალის არსებობა და მსგავს გამოცდილებებს უკავშირებდა ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ფაქტორებს. ყოველ შემთხვევაში ცდილობდა აუხსნელი ფენომენები სწორედ ამ გზით გამოეკვლიე, სადაც ადამიანი თავად დგას საკუთარი ქმედების და შედეგების ცენტრში. ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე. საინტერესოა, რომ წიგნის სათაურის იდეა სტივენ კინგმა აიღო ჯონ ლენონის სიმღერიდან Instant Karma, We All Shine On. სადაც კარმა, ანუ მიზეს შედეგობრიობა არასდროს აყენებს პასუხს და ყველაფერი ჩვენი პასუხისმგებლობაა. ერთადერთი და ალბათ ყველაზე ამაზრდენი თამაშის მონსტრებს შორის არის მამის ფიგურა, რომელიც არ არის მთავარი გმირის ქვეცნობიერიდან. ეს არის ანჯელას მამა, რომელიც მასზე ბავშვობაში ფიზიკურად, მენტალურად და სექსუალურად ძალადობდა. მსგავსი მინიშნებები ცხადია თეორიების ფორმით და არა პირდაპირ მტკიცებულებებით კუბრიკის ფილმშიც მოიძებნება. მაგალითად, სასტუმროს ლობიში ჯეკი კითხულობს ჟურნალს Playgirl. ეს არის Playboy-ის ალტერნატივა ქალებისთვის, სადაც ძირითადად მამაკაცები პოზირებენ, რაც აჩენს შეკითხვებს ჯეკის ორიენტაციისა და მისი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ. აქ ჩანს ნევილ ჯექსონის წიგნი, რომელიც ითვლება პირველ გეი ნოველად ავსტრალიაში. თუმცა უფრო საინტერესოა ამ ჟურნალის სტატია, რომელიც ეხება ინცესტს. სწორედ აქედან იწყება თეორია ჯეკის როგორც მოძალადე მამის შესახებ. ცხადია, ამ სათაურის წაკითხვა მხოლოდ ციფრულ ვერსიაშია შესაძლებელი. თუმცა მაინც უცნაური გადაწყვეტილებაა სცენის დიზაინერისგან სწორედ ამ ნომრის არჩევა. თეორიას ამყარებს დენის სიტყვებიც, რომ ტონი არის პატარა ბიჭი, რომელიც მის პირში ცხოვრობს და შემდეგ მუცელში იმალება. Is Tony one of your animals? No, he's a little boy that lives in my mouth.
ამ დროს ის დათვის ფორმის ბალიშს ეწევს, რომელიც უცნაურად უკავშირდება ორაზროვან სცენას სასტუმროში. სხვათა შორის წიგნში არა დათვი, არამედ ძაღლის ან მგლის მსგავსი პერსონაჟია, რომელსაც სტუმრები აგდებულად ექცევიან და ამცირებენ. კუბრიკმა კი რატომღაც ის დათვით შეცვალა. მე პირადად ყოველთვის რუსეთთან და ამერიკასთან ვაკავშირებდი, თუმცა ამ სტატიის მიხედვით შონ კონერისთან და იან ფლემინგთან კავშირის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მამაკაცი კოსტუმში ჯეიმს ბონდია, ან უფრო ზოგადად ბრიტანული ელიტის წარმომადგენელი, რაც თავის მხრივ მინიშნებებს გვაძლევს ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე. Royalty? All the best people. თითქმის სრულიად უკონტექსტოდ პოსტერზე ასევე ჩანს წარწერა მონარქი და მოთხილამურე. მაშინ, როდესაც ულმანი გარკვევით ამბობს, რომ ეს მთა სასრიალოდ არ გამოიყენებოდა ბუნებრივი pirobების გამო. Oh, it sure would be. The problem is the enormous cost it would be to keep the road to Sidewinder open. It's in the winter, and there's no way to make it economically feasible to keep it clear. ბევრად თვალსაჩინოა წიგნი, რომელსაც ვენდი კითხულობს. თამაში ჭვავის ყანაში, რომელიც ეხება გაზრდას, ბავშვების უმანკოების დაკარგვას და იმ ეპოქისთვის რევოლუციური ნაწარმოები იყო. ის უჯანყდებოდა და აკრიტიკებდა ზრდასრული ადამიანების ილუზიებით და სიყალბით სავსე ცხოვრებას. პირდაპირი პარალელი არ არსებობს, თუმცა ძალიან უცნაური დამთხოვა, რომ არსებობს სტივენ კინგის კიდევ ერთი ნოველა, რომელიც პირველად 1977 წელს დაიბეჭდა, The Children of the Corn. სადაც პურის ყანა წარმოდგენილია როგორც ერთგვარი სასაკლაო. ბავშვები აქ უარს ამბობენ გაზრდაზე და ყველას, ვინც 18 წელს გადააბიჯებს, ხოცავენ. არის ამ წიგნის უამრავი ადაპტაციაც. ექიმის ვიზიტის დროს ტორენსების სახლში ჩანს ძალიან ბევრი წიგნი. ზოგიერთის ამოცნობა შესაძლებელია და მინდოდა სცენარში გამოყენება. ზოგიერთი მათგანი ეხება ნაცისტურ რეჟიმს გერმანიაში, манипуляციებს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ოჯახის წევრებზე. სხვადასხვა წიგნი ფილმის ბევრ თეორიას ამყარებს და ყველა ძალიან საინტერესოა. შემდეგ აღმოაჩინე ეს ნამდვილი ოქროსაბადო საიტი, რომელიც აღწერაშიც იქნება, სადაც თითქმის ყველა წიგნია ნაპოვნი საინტერესო პარალელებით და რეფერენსებით. ამ თემაზე ცალკე ვიდეოს გაკეთება შეიძლება. Silent Hill-ის შემქმნელი და არტ დიზაინერი მასაჰირო იტო წერს: როდესაც მაგიის ხრიკს გაიგებ, მაგია შენთვის აღარაფერს ნიშნავს. მაგია აქ შეიძლება აღნიშნავდეს არამხოლოდ ილუზიონისტის ფოკუსს, არამედ საიდუმლოს, მისტიკას, რწმენას. სწორედ ამ პარალელებს და ცოდნას იმის შესახებ, რა ჩავიდინეთ, ან რისი ჩადენა შეგვიძლია. როცა საიდუმლო იხსნება, მოლოდინი, დაძაბულობა და ემოციური ეფექტი ქრება. თამაშს არ დაგისპოილერებთ, თუმცა აზრს ბოლომდე მივიყვან. დანაშაულის შეგრძნება, პოსტტრაუმული გამოცდილება თუ სხვა ფსიქოლოგიური ასპექტები ადამიანს ხშირად აგდებს ამ დისოციაციურ მდგომარეობაში, სადაც ზღვარი რეალურსა და წარმოსახვით შორის ქრება. პიროვნება ცხოვრობს ამ შუალედურ სივრცეში, რასაც იუნგი უწოდებდა ჰიპნოგოგ მდგომარეობას. როდესაც გონება ჯერ კიდევ ნაწილობრივ აცნობიერებს რეალობას და ამოდროულად იწყებს სიზმრისეული ხატების აღქმას. ცნობიერი და ქვეცნობიერი გონება თანაბრად აქტიურია, ერთგვარი ტრანსი, ძილღუძილის მდგომარეობა. სწორედ ამაზე საუბრობს ექიმიც. They're more akin to auto-hypnosis, a kind of self-induced trance. If it reoccurs, which I doubt, we can always think about having some tests done. დენის ქვეცნობიერი ბავშვს იცავს იმ ცოდნისაგან, რომელიც მას ცნობიერად დაანგრევდა. სწორედ ამიტომ ის ტონის სახით ეკონტაქტდება. ბავშვისთვის არაბუნებრივი ხმით დისტანცირდება მისგან. ხოლო დენის გამოფხიზლებულს თითქმის არაფერი ახსოვს. ზუსტად ამიტომ Red Room მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ის მხოლოდ სარკეში აირეკლება და ვენდისთვის ხდება ცნობილი მისი მნიშვნელობა, ანუ მკვლელობა, რომელიც უნდა მოხდეს. ცნობილია, რომ იუნგი თავად მიმართავდა მსგავს მედიტაციურ პრაქტიკებს, ამყარებდა კონტაქტს ქვეცნობიერის პერსონაჟებთან, რომელთაც ის სახელითაც მიმართავდა. ისინი მას ცოდნას უზიარებდნენ. 2009 წელს პირველად დაიბეჭდა იუნგის ყველაზე საკამათო და მისტიკური წიგნი, წითელი წიგნი, იგივე Liber Novus. ამ სცენაში კი ულმანის მაგიდაზე ჩანს წითელი წიგნი წარწერით წითელი წიგნი. პირველად რომ აღმოვაჩინე, ძალიან გამიხარდა და თავში უამრავი აზრი გამიჩნდა და ამას მერე მაინც გეტყვით. თუმცა შემდეგ ასევე ვიპოვე კონკრეტულად სასტუმროების წითელი წიგნების სერია, სადაც აღწერილი იყო ამერიკაში სასტუმროების მისამართები, ინტერიერი, სერვისი და სხვა ინფორმაციული კატალოგი. ხოლო შავკანიანებისთვის არსებობდა მსგავსი მწვანე წიგნი, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო რასობრივი სეგრეგაციის პირობებში შავკანიანი მოგზაურებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელი სასტუმრო თუ რეგიონი იყო უსაფრთხო, რადგან ზოგიერთი მათგანი საერთოდ უარს ამბობდა მათ მომსახურებაზე. This gentleman says that I'm not permitted to dine here. I'm afraid not. როგორც ნახავთ, კუბრიკი ძალიან ფაქიზად ამ რასისტულ ასპექტებსაც ეხება. A nigger cook. იუნგიანურ ფსიქოლოგიაში არსებობს ასევე ჩრდილის ფენომენი, რაც არის ჩვენს ფსიქიკაში უარყოფილი, დახშული, შიშებისა და აგრესიის, ზოგჯერ კი სირცხვილის გრძნობის საფუძველი, რასაც პიროვნება ხშირად მიჰყავს უკიდურესი გაურკვევლობის ან სრულ დისოციაციურ მდგომარეობამდე. კუბრიკი და სცენარის თანაავტორი დაიან ჯონსონი კი იკვლევდნენ ამ ფენომენს.
დაინ ჯონსონი არის წიგნის ავტორი სახელწოდებით Shadow Knows. ფსიქოლოგიური საშინელებათა ჟანრის რომანი, სადაც 4 შვილის დედა იტანჯება პარანოით, რომ მისი ყოფილი მეუღლე მათ მოკლას ცდილობს. კუბრიკს ძალიან მოეწონა ეს ნაწარმოები და თავიდან სურდა მისი ადაპტაცია. შემდეგ კი მან დაინ ჯონსონი მოიწვია ნათებაზე სამუშაოდ, რათა სცენარს ჰქონოდა ასეთივე ფსიქოლოგიური სიღრმე და ინტელექტუალური საშინელებათა ჟანრის სიმძიმე. As a serious artist, his understanding was very much more at the thematic and psychological and human level than just wanting some visuals with people sneaking down halls with knives and stuff. He wanted it to make sense in real psychological terms. Just as the great horror tales do, they all have some underlying paradigm which can explain why they touch us or scare us. იუნგის ჩრდილის კონცეფცია თავის მხრივ ნაწარმოებია ფროიდის მიერ ჩამოყალიბებული, ეგრეთ წოდებული ჩახშობილის ან განდევნილის კონცეფციისგან, რასაც გერმანულად ეწოდება das Unheimliche, ანუ რაც ცნობიერიდან გავაქრეთ, მაგრამ ყოველთვის უგან ბრუნდება უცნაური ფორმით. ამას ვხედავთ ჯეკის სიზმარში. როდესაც ის შედრწმუნებული იღვიძებს საკუთარი კოშმარებიდან. ის ჯერ კიდევ უარყოფს ამ ნაწილს საკუთარ ფსიქიკაში. მანამ სანამ ეს მდგომარეობა, ანუ ოჯახის მოკვლა მისთვის წამყვანი ენერგია გახდება. ფილმი იწყება ზღაპარივით, მითოლოგიურ დროში, იყო და არა იყო რა. ეს არის ყოფიერება ყველგან და არსად. როდესაც ტიტრები გვეუბნება ინტერვიუს დღე, დახურვის დღე, 1 თვის შემდეგ, შაბათი, ხუთშაბათი, 4 საათი. ეს ინფორმაცია მაყურებლისთვის არაფრის მომცემია. რადგან სასტუმროს იზოლაციაში დღეებს შორის სხვაობა წაშლილია. ეს არის მარადიული აწმყო, სადაც ყველაფერი მეორდება და ამავდროულად არც არასდროს ხდება. არსებობდა ფილმის ალტერნატიული დასასრული, სადაც ვენდის და დენის სასტუმროს მენეჯერი ულმანი კლინიკაში მოინახულებს. ბოლოს კი ეუბნება, რომ სასტუმროში ვერაფრის კვალი ვერ აღმოაჩინეს, ვერც ჯეკის სხეული იპოვეს. ეს დასასრული ამოიჯრა, თუმცა დარჩა არანაკლებ დამაბნეველი დროითი პარადოქსი. კუბრიკი ქმნის დროით ხაფანგს და რაც უფრო ვიწროდება დროის ინტერვალები, მით უფრო იზრდება დეტერმინიზმის განცდა. წინასწარ დაწერილი ბედის სიმბოლოა ეს სცენაც, როდესაც ჯეკი სასტუმროს ლაბირინთის მაკეტში საკუთარ ცოლ-შვილს აკვირდება. ჩვენ თითქოს კლაუსტროფობიულად უახლოვდებით კულმინაციურ წერტილს, თუმცა ეს წერტილი არა დასასრული, არამედ წრეზე დაბრუნებაა. სწორედ ამას ნიშნავს კრედიტის სიტყვებიც და ეს ფოტო ფილმის ბოლოს. I'm sorry to differ with you, sir. But you are the caretaker. You've always been the caretaker. I should know, sir. I've always been here. ჯეკი საბოლოოდ არ ყავს დროით ხას. ის ყოველთვის იყო, არის და იქნება სასტუმროს ნაწილი. რეჟისორი დროს სივრცეს ერთნაირად ხლართავს. სასტუმროს ლაბირინთი და დროის ლაბირინთი იდენტურია. პერსონაჟები არ მოძრაობენ მომავლისკენ. ისინი იკარგებიან დროში და სივრცეში. Silent Hill-ში ჯეიმსი ხშირად ხვდება მის მსგავს მკვდარ სხეულებს, რომლებიც სავარაუდოდ დროის ლუპში ჩარჩენილი მისივე ვარიანტებია. არსებობს თეორია, რომ ჯეიმსიც განსაცმენდელშია, იმ შუალედურ სივრცეში, სადაც მან უნდა გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული და ამიტომ მუდმივად იმეორებს და განიცდის ერთსა და იმავეს. ბარდო თოდოლში აღწერილია, რომ სული, რომელიც მიწიერ სიცოცხლეს ემშვიდობება, ვერაცნობიერებს გარდაცვალების ფაქტს. განვლილი ცხოვრება და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი განსაზღვრავს ამ ლიმინალური სივრცის ფორმას. მიჯაჭვულობა მატერიასთან და სხეულთან, სურვილებთან და მოგონებებთან. ეს არის ის, რაც ხელს უშლის სულს გათავისუფლდეს. როგორც ფილმში იაკობის კიბე, რაც ეხება ომის საშინელებას და ფსიქოლოგიურ სტრესს. მთავარი გმირი ნელ-ნელა აცნობიერებს მომხდარის მნიშვნელობას. You ever read Meister Eckhart? No. Eckhart saw hell too. You know what he said? He said the only thing that burns in hell is the part of you that won't let go of your life. Your memories, your attachments, they burn them all away. But they're not punishing you, he said. They're freeing your soul. Relax. იაკობის ხე ბიბლიაში სიმბოლურად აკავშირებს მიწას და ცას, სადაც ანგელოზები დადიან, ღმერთს და კაცობრიობას, რომლის ძირშიც წინავს იაკობს. ნათებაშიც ერთ-ერთი კომპოზიციის სახელია იაკობის გამოღვიძება. ეს მუსიკა ირთვება სწორედ ასეთ სცენებში. დენის ხილობის დროს, სადაც მოჩვენებები გარდაცვლილი ადამიანები თუ ზებუნებრივი ძალები შემოდიან მის რეალობაში. და ასევე ოთახი 227 სცენაში, სადაც დენიც და ჯეკიც პირველად ხვდებიან სასტუმროს მოჩვენებას. ჯეკი ამ ოთახში შედის სწორედ ფიზიკური ლტოლვისა და სურვილების გავლენით, რაც მალევე იქცევა საშინელ კოშმარად და ილუზიად.
თუმცა კუბრიკი ამას სინამდვილეში პოზიტიურ მოვლენად აღიქვამს. ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ შენ გჯერა მოჩვენებების, მაშინ ასევე უშვებ ფაქტს, რომ სიკვდილის შემდეგ რაღაც ხდება და იმ ქვეყნიური ცხოვრება არსებობს. სხვა შემთხვევაში მოჩვენებები ვერ შეგაშინებენ. სინამდვილეში ეს იდეა ადამიანის ან სულის უკვდავების იმედს ატარებს. კუბრიკი არ იყო რომელიმე ოფიციალური რელიგიის მიმდევარი, თუმცა სჯეროდა, რომ სამყაროს მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ღმერთის სამეცნიერო დეფინიციის ჩამოყალიბება, სადაც ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი ცხოვრების აზრის პოვნაზე, უსაზღვრო და ხშირად გულგრილ სამყაროში. როგორც რეჟისორი კი თვლიდა, რომ თუ ფილმმა მოახერხა მაყურებლის რელიგიური და მითოლოგიური ლტოლვების გამოღვიძება, მაშინ მან თავისი საქმე შეასრულა. ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს დროის ორი კონცეფცია: ქრონოსი, ანუ ხაზოვანი დრო და ეიონი, არადიული დრო. ჩვენ ვიწყებთ ქრონოსით და ნელ-ნელა გადავდივართ ეიონში, რომელიც კაცობრიობის ისტორიას კრავს. ძალადობის, ჩაგვრის და აგრესიის განმეორება ციკლს. როგორც დიკ ჰალორანი დენის უხსნის, ნათება არის უნარი დავინახოთ მოვლენები, რომლებიც დიდი ხნის წინ მოხდა, ან ის, რაც ჯერ კიდევ არ მომხდარა. Just like they can see things that haven't happened yet. Well, sometimes they can see things that happened a long time ago. I think a lot of things happened right here in this particular hotel over the years. And not all of them was good. ფილმში უამრავი რეფერენცია ზღაპრებთან და საბავშვო ანიმაციებთან. კუბრიკი დაიან ჯონსონთან ერთად იკვლევდა წიგნს, რომელიც გახდა ამ ფილმის ინტელექტუალური საფუძველი. წიგნი ეხება ზღაპრების მნიშვნელობას და სიმბოლიზმს, განსაკუთრებით მათ როლს ბავშვის ადრეული განვითარების სტადიაში, რადგან ისინი ეხმარება ბავშვის ფსიქიკას კომპლექსური საკითხების დამუშავებაში. რეალური ადამიანები უფრო რთულები არიან, მაშინ როდესაც ზღაპრის გმირი მგელი ერთ კონკრეტულ თვისებას განასახიერებს, მაგალითად სიხარბეს, მელაც ფიარებას, კურდღელი მოხერხებას, სხვარი მორჩილებას და ასე შემდეგ. დენის მშობლები მიმართავენ როგორც ბაჭია ბანის. How do you know we call him Doc? Beg pardon? Doc. You called Danny Doc twice just now. I did? Yeah. ის ასევე ხშირად უყურებს როუდრანერის ანიმაციას, სადაც ფშიერ კოიოტს მოხერხებული ჩიტი ყოველთვის უსხლტება ხელიდან. საბაზაროს კარებზე ჩანს სხვადასხვა ანიმაციის გმირი. სნუპი არის ამერიკული საბავშვო კომიქსების და ანიმაციის გმირი, რომელიც ცნობილია უსაზღვრო ფანტაზიით. კუბრიკი ალბათ მას იყენებს კონტრასტის შესაქმნელად ბავშვური ფანტაზიებისა და სისასტიკის, ან ამერიკული კულტურის კრიტიკისთვის. მაგალითად, Full Metal Jacket-ში სწორედ სნუპის და მიკი მაუსის გმირები ჩანან სამხედროების აღჭურვილობაზე და სამუშაო ოთახებში, ომის სისასტიკის და ძალადობის პარალელურად. აქვე არიან სხვა გმირებიც. ფიფქია და შვიდი ჯუჯას ჯუჯა. ფიფქიას ჯუჯა, რომელიც ვერ ლაპარაკობს, ბევრის აზრით ეს დენის განასახიერებს. ასევე გუფის სათამაშო ფიგურა თაროზე, რომელიც ვენდის განასახიერებს, რადგან თითქმის ერთნაირად აცვიათ. გუფი ნიშნავს სულელს, მოუხერხებელს, სასაცილოს. ესეც ერთგვარი ფოლკლორული ზღაპრული სახეა სულელის, რომელიც სხვათა შორის თითქმის ყოველთვის გადაურჩება საფრთხეს. ვენდიც ზედმეტად იღიმის იცინის ჯეკის არასასაცილო ხუმრობებზე და ამართლებს მის წარსულ ძალადობას. ცდილობს აგრესორის დამშვიდებას, რათა აფეთქება აირიდოს თავიდან. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვერ იტანს სტივენ კინგი კუბრიკის ადაპტაციას, სწორედ ესეც არის. Come on, hon. Don't be so grouchy. I'm not being grouchy. I just want to finish my work. ფილმში ვენდი გონება-מחულობით არ გამოირჩევა, განსხვავებით წიგნის ვერსიისგან, სადაც ვენდი დამოუკიდებელი მებრძოლი ხასიათის და ბევრად თვითგმარი პერსონაჟია. ჯეკი კი ამ ზღაპარში ნამდვილად მგელია. სამი გოჭის ზღაპარი ბავშვებს ასწავლის, რომ არ უნდა დაიზარო, საქმე გააკეთო და მოემზადო, სანამ განსაცდელი კარს მოგადგება, განსაკუთრებით თუ გოჭი ხარ. მაგრამ ეს კუბრიკის ზღაპარია, ამიტომ მის სუბვერსიაში ყველაფერი უფრო რეალისტურია. ჰალორანი ათასობით კილომეტრს გადის ყინულის გზებზე თოვლის ბურანით, მხოლოდ იმისთვის, რომ ყისიერად მოკვდეს. ეს არის ანტიკლიმაქსური რეალიზმი. კუბრიკი მაყურებელს ეუბნება. კავალერია არ მოდის, განმხსნელი არ არსებობს. წიგნში კი ჰალორანი არ კვდება, ის დროულად მოდის და ეხმარება ვენდის და დენის. მაგრამ კუბრიკმა ჩვენ თავიდანვე გავგვაფრთხილა, რომ ეს მისი ვერსიაა. წიგნში ტორენსებს ყავთ წითელი Volkswagen, ფილმში კი არის ყვითელი. სტივენ კინგის წითელ ხოჭოს კი კუბრიკი ამ სასტიკი კადრით მოაღებს ბოლოს. სამზარეულოს დათვალიერებისას ვენდი ახსენებს კიდევ ერთ ცნობილ ზღაპარს. This whole place is such an enormous maze. I feel like I'll have to leave a trail of breadcrumbs every time I come in. სხვათა შორის სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი სწორედ სამზარეულოში ხდება. მისი ვარიაციები ქართულ ზღაპრებშიც გვხვდება. ხახვის ფურცლების, ნახერხის თუ პურის მარცვლების დაყრით, ბავშვები ცდილობენ უღრანი ტყიდან გამოსვლას, სადაც მათ კუდიანი დედაბერი იჭერს და ასუქებს შესაჭმელად. ძმები გრიმების ამ ცნობილ ზღაპარში ცენზელი და გრეტელი ბოლო მცდელობისას ვეღარ ბრუნდებიან სახლში და შემთხვევით აღმოჩნდებიან კაციჭამია ალქაჯის ქოხში.
რომელიც თავიდან ჯანჯაფილის ორცხოველი სახლს გავს. აქედან დასკვნა, არასოდეს შეჭამოთ ტყეში დატოვებული თაფლიანი ვაფლი. სხვადასხვა ეს ტროპი ბევრად სექსუალური კონოტაციებით პირდაპირ არის გაცოცხლებული კიდევ ერთ საშინელებათა ჟანრის ფილმში, სადაც ლამაზი ქალი საშიშ დედაბრად გადაიქცევა აკრძალული ხილის მიღების შემდეგ. თითქმის ისევე როგორც ჯეკის შემთხვევაში, ლამაზი ქალიდან ნახევრად გახსნილ საშიშ მოხუც ქალად გადაქცეული მოჩვენება. ფილმის რეჟისორი რობერტ ეგერსი ინტერვიუში ამბობს, რომ სწორედ ნათება არის ის ფილმი, რომელიც მასში რეალურად იწვევდა შიშს და დაძაბულობას. ფილმი ალქაჯი ასეთივე ნელი მოქმედების ბომბია, სადაც წინასწარ ჩაყრილი თემები ნელ-ნელა აღწევს კულმინაციას. რაზეც რეჟისორის ვეთქმით, სწორედ კუბრიკის გავლენა იგრძნობა. ჯეკისთვის ალკოჰოლი არის ის მოწამლული ვაშლი, საბედისწერო თითისტარი, იდუმალი უცნობი, კრიტიკული წერტილი სიუჟეტში, რომლის შემდეგაც იწყება მნიშვნელოვანი მოვლენები. საბოლოოდ შიმშილი, სექსი თუ სხვა პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გაუსაძლისი სურვილი, თუ მას ვერ აკონტროლებ, კაცი ჭამიას ხელში ახმოგაჩენს. ჯეკისთვის ეს არის ალკოჰოლი, თავარია გაიგო რა არის შენი ტრიგერი. სარკეებიც თავის როლს თამაშობენ ფილმში. ხშირად აჩვენებს რეალობას, რომელიც ოვერლუკში შებრუნებულია. დენის ხილობი აქვს სარკის წინ, ჯეკი ჰალუცინაციებს თუ სულებს ეკონტაქტება სარკეში და იქ ხედავს მატერიალურ სახეს. კუბრიკის ნამუშევრები ხშირად ეხება ნიჩეს მარადიული დაბრუნების იდეას, მოსაზრებას, რომ სამყარო და ყველა მოვლენა უკვე მოხდა და კვლავაც მოხდება უსასრულოდ, ზუსტად იმავე ფორმით. ფინალური კადრი უმაღლესი დროითი პარადოქსია. თუ ჯეკი 1921 წლის ფოტოშია, მაშინ ის ჯეკი, რომელსაც 2 საათის განმავლობაში ვუყურეთ, მხოლოდ პროექცია ან ხელახალი ანიმაცია იყო. სასტუმრო ადამიანებს არ კლავს. ის მათ აარქივებს, როგორც გარდაუვალ განმეორებით პატერნებს. ის მათ ხაზოვანი დროიდან იღებს და საკუთარ სტატიკურ ფოტოგრაფიულ მარადისობაში ათავსებს. ინტერვიუის დროს ულმანი იუყვება ჯეკს წინა მეთვალყურეზე, ჩარლზ გრეიდიზე, რომელმაც ოჯახი, ცოლი და 2 ქალიშვილი დახოცა, 8 და 10 წლის გოგონები. საფეხბურთო სცენაში კი ჯეკი ხვდება დელბერტ გრეიდის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ჩარლზის წინაპარია, ისევე როგორც ახლანდელი ჯეკის წინაპარია 1921 წლის ჯეკი. აწმყოში კი დენი ხედავს მოკლულ გოგონებს, რომლებიც ცალსახად ყუბები არიან. ანუ ამბავი მეორდება მცირე ვარიაციებით. კონსპირაციული თეორიებისთვის კი ტუბები აღნიშნავს NASA-ს Gemini Project-ს, რომელიც მოსამზადებელი პროექტი იყო მთვარეზე გაფრენის წინ, რასაც უკვე მოჰყვა აპოლოს პროგრამა. აპოლო 11-ის მაისური კი ჩანს ამ სცენაში. ამაზე კოსტუმების დიზაინერის ინტერვიუ ვნახე და ის უბრალოდ ამბობს, რომ ამასაკის ბავშვისთვის უბრალოდ სახასიათო იქნებოდა ასეთი მაისურის ტარება და მსგავსი დაფარული მინიშნებები არ ყოფილა. თუმცა ეს თეორია ბევრად შორს მიდის, რაც დოკუმენტურ ფილმში უფრო ვრცლად არის ახსნილი. ერთს დავამატებ, როგორც ფილმში ამბობენ, დედამიწიდან მთვარემდე მანძილი 227,000 მილია, ანუ ეს იმეორებს სასტუმროს ოთახის ნომერს. თუმცა სხვადასხვა ასტრონომიულ წყაროში გვხვდება სხვადასხვა მიახლოებითი რიცხვი. 228, 229 ან 240,000-იც კი. 227,000 კი უბრალოდ ამგვალებული რიცხვია. შესაძლოა კუბრიკს თავად არ სჯეროდა მთვარის მისიის წარმატების და ამ ფილმით მიანიშნა. ან მართლაც გადაიღო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტყუილი და შემდეგ 5 წლის ბავშვის ჯემპრზე ამოქარგა. კონტრაქტი და პასუხისმგებლობაც ხშირად ამ კონტექსტში განიხილება, როგორც კუბრიკის აღიარება. Does it matter to you at all that the owners have placed their complete confidence and trust in me and that I have signed a letter of agreement, a contract in which I have accepted that responsibility? მაგრამ აქ ჩნდება კრიტიკული შეკითხვა. არის თუ არა კუბრიკის გენია მისი ნამუშევრების ობიექტურ სიღრმეში თუ ჩვენი კოგნიტური მოთხოვნილებების პროექციაა? ზოგადად ფილმები ფუნქციონირებს როგორც არქეტიპული ეკრანი, სივრცე, სადაც მაყურებელი პროეცირებს საკუთარ შიშებს, ძალაუფლების ფანტაზიებს, სიკვდილისა და ტრანსცენდენტულობის იდეას. მონსტრები, რომლებსაც ის გვიჩვენებს, შესაძლოა არ იყვნენ მხოლოდ სიუჟეტური პერსონაჟები, არამედ ჩვენი ჩრდილის ფორმები. შეიძლება ეს კუბრიკის იდუმალება კი არა, უბრალოდ მაყურებლის სიზუსტის გამოვლინებაა. უუნარობა ბოლომდე გავაანალიზოთ საკუთარი ფსიქიკური სტრუქტურა. კუბრიკმა კი ზუსტად იცოდა ერთი რამ: ადამიანის გონება ვერ იტანს სრულ ქაოსს და ვერ საბოლოო განმარტებებს. ის გვტოვებს ზღვარზე იმ წერტილში, სადაც ინტერპრეტაცია არასოდეს სრულდება. ჩვენ კი ლაბირინთში გაშვებული თავგვები ვართ, კუბრიკთან ერთად და მის გარეშეც. Don't try to fly too high, or whether it might also be thought of as forget the wax and feathers and do a better job on the wings.